მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით და გავუწყებთ რომ დღეს მივდივართ ძალიან მაგარ ნადირობაზე. დიდი მორეკვა არის, ასე ვთქვათ. იქით ამ ხარეს ჩვენ არ გვესმის და ძალიან სერიოზული დევნა არისო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გოგა, სულ ვიძახდი ხოლმე რა ლამაზია ეს ჩვენი საქართველო. გეთახმო, როგორ არ დაგეთახმო, მაგრამ ეხლა რამ გაგახსენა ამ გამახსენა და ისეთი ლამაზი აისი არის, რომ არ შეიძლება ამას გულგრილად უყურებლე კაცი. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას პატივისცემით და გავუწყებთ რომ დღეს მივდივართ ძალიან მაგარ ნადირობაზე, რომელიც გაიმართება ზესტაფონის რეგიონი, ტერიტორია, დღეს გაიმართება ნადირობა ზესტაფონში, ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი სიმონიკა გუნცაძე აწყობს ამ ნადირობას, ჩვენც ჩავდივართ. არგვეთას მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. კი ბატონო, მუნიციპალიტეტი. კი ბატონო, ბარე მოდი ჩვენ მაყურებელს ვამცნოთ ის რომ მე და შენ დასავლეთის ტური გვაქვს, ასე ვთქვათ, რა. საინტერესო. ეხლა მივამგზავრებთ ზესტაფონში, როგორც მალენმა აღნიშნა, შემდეგი გაჩერება გვექნება სამარგალოში, ზუგდიდში, მოვდივართ, დაგველოდეთ და უკანა გზაზე ჩვენი ლანჩხუთელი მეგობრები უნდა მოვინახულოთ და იქ უნდა ვინადიროთ. ამიტომ იმერეთი, გურია, სამეგრელო და დასავლეთი რასაც ქვია, გადავწყვეტეთ რომ იმიტომ რომ სულ აღმოსავლეთში გვაქვს ბიჭო ამბოლოდოს ნადირობები. ძალიან პატივნაცემები გვყავს კახელები და ეხლა დასავლეთ ვარ რა დაგვიშავათ, ბაო. ასე რომ მოვდივართ, ვინადიროთ ერთად, ვიქეიფოთ ერთად და ყველაფერი კარგი გავაკეთოთ ერთად, მალე რა სიტყვაში. ამისათვის საჭიროა რომ გამოყვეთ და არხი გამოიწეროთ მეგობრებო. აუცილებლად გამოყვებით ბიჭო, გამოიწერეთ არხი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა კი სუსხი არის, მინდა გითხრა და წამოდი ეხლა მანქანაში და დავждდეთ და მივაჭიროთ გასფრთხი. წავედით. როებით, გამოყვებით. ლიცენზიაში რამდენი მგელი და ტურა გვაქვს ახლა სადაც მივიდეთ. სიმართლე გითხრა, არ ვიცი რამდენი აქვს სიმონიკას დარჩენილი, მაგრამ ჩვენი სამყოფი მოსანადირებელი რო იქნება დაწუნებული ვარ. იმედია დღესაც გავემართლებს. გემედონებ, ბიჭო, კიდე ერთი დავიფიქრე იცი, მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან სუსხია, როგორც კი ვინაც გადავალ ჩემს საყვარელ დასავლეთში აღმოჩნდებით. ღვინან დამოსული თბილი ჰაერი თავისას იზავს და სასიამოვნო ჰაერი შემოგვიგება. მაგითო მიყვარს აქეთკენ გადმოსვლა ხოლმე ბიჭო, სიტყვა, სიმაღლე და მეგობრობას უდევს აქეთ ხალხს. მოგესალმებით ყველას დილამშვიდობის. სარგებლობს სტუმრის სტატუსით სიმონიკა მემომანდო ეს პატივი მეხვდა წილად რომ მცირედ ინსტრუქტაჟი ჩაგიტაროთ. ყველანი პროფესიონალები ვართ, ყველამ ვიცით რა როგორ და რანაირად, მაგრამ 2 წუთს წაგართმევთ რა. პირველი აღნიშნავ რომ ნადირობა, ლიცენზირებული ნადირობა შედგება ზესტაფონის რაიონში, სოფელ არგვეთას მიმდებარედ. დიდი იმედი გვაქვს რომ გამოგვივა გელი, ტურა და რაღაცას დავეხმარებით რაიონს, ეგ ერთი. მეორე, რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს. ყველას გთხოვთ, რომ თოფები იყოს განმუხტული, ტყვია ჩაიდოს თოფში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნომრებში დაუდგებით. ნომერში დაგვაყენებს ადგილობრივი ადამიანი, ვინც იცის, ვინ სად უნდა გადანაწილდეს. სასიგნალო ჟილეტები და კეპკები, ვისაც გვაქვთ, გთხოვთ, რომ ჩაიცვათ და უფრო დაცულები ვიქნებით და
გასროლის შემდეგ კიდე ეს თხოვნა მექნება ნომრიდან არ მოიხსნათ იმის სანახავად მორტყმული არის თუ არა და მონადირებული არის თუ არა ნადირი რომ მორჩება სარეკი და გაგვწდება მე მივიდეთ და ნახოთ ასევე თხოვნა მექნება რომ თუ თოკები გაქვთ ჯიბეში იქონიეთ რომ მონადირებული გამოვიტანოთ და შესაბამისად ძაღლით სარეკის შემდეგ დავიჭიროთ და წამოვიყვანოთ რომ დრო არ დავკარგოთ ყველას წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ბიჭებო და უღრმესი მადლობა რომ შეწუხდით და დღეს ერთად ვართ და ვნადირობთ განაწილდა ხალხი ნომრებში და დავიწყებთ ალბათ ერთი 20 წუთი მოუნდებიან სანამ ძალებს გაუშვებენ და დავიწყებთ ნადირებას. ნახოთ რა იქნება ეს არგვეთაა, სოფელი არგვეთა, სადაც ძალიან შეწუხებულია ხალხი. საფონელი ვერ გაუშვიათ და რამდენი ჩავდივართ სანადიროთ, იმდენი ახალი შეჭმული ან ძროხარი, ან დეკეული, ან რაღაცა. ისეთი ადგილებია, რომ ადვილად გადის ნადირი, მოპოვება ძნელია და ამიტომ დღეს ცოტა რომად შევიკრიბეთ, რომ იქნებ მოპოვოთ. მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ესე იგი, არგვეთა ისეთი ტალახით დაგხვდა რომ მე რო ჩემი ამბავი ვიცი, ერთი-ორჯერ მოვჯდები. ფეხის რეალებს მაგრად. ტალახი ისეთია, რომ პირდაპირ იფრობი ადამიანი შიგნით. ნახე ერთი. რთული გადასაადგილებელია. თუმცა ხალისიანია. გავჩერდები მე აგერ როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს ერთი გამოსასვლელი ეს არის? გამოსასვლელი კაია. ხო, თუ გამოვიდა არ იქნება ცუდი. შენ გაყვები ბიჭებს და ალბათ ჩემს შემდეგ ნომერში დადგები. კარგი, რაცია ჩართე, ოღონდ ჩაუწი. რაღაცა გვეუბნება გორზე რო დადგეს ერთი ადამიანი ყველა მხარე. აი აქ რო დავდგე, მაგრამ იქ ნომერია გონები. აქ თუ გამევიდა დავა იქით. დგას კაცი ნომერში უკვე. ორი დგას. ახლა რო დუბუდგე წინ არ ხო, აზრია რა. გოგარ ვამოიწე შოვენახისკენ რჩება აქ აჯობს. აი ერთი ხო დგას, ახლა ხო დარჩა იქ. ხო და გოგა იქ ადგას და. აქ ორი, კიდე შემოგვიწევ. აქ შენას ყვალი არის? მაშინ გაუჩერდები მე აქა და ეგ იქნება. მეგობრებო, ჩავდექით ნომერში. გოგა არის ჩემს ზევით, ალბათ ხედავთ მას. ჩემს მოპირდაპირ მხარეს აგერ მეგობარი არის, რომელიც მეუბნება რომ აქვე გავჩერდებიო. იქით მხარეს დგას კიდევ ადამიანი და ახლობით ალბათ 30-40 მეტრშია. და დაველოდებით სარეკის ხმას. ბიჭებო, ისეთ ნომერში მომიწია გაჩერება, რომ უგდავი სერგო ზაქარიაძის სიტყვები გამახსენდა. აქ რამა მოგიყვანა დალოცვილო შენა, ჰა? თქვენ შემოგევლეთ მე. რაც შეეხება ხა უშუალოდ ნომერს, გადასარევი ადგილი არის, ძალიან კარგი გამოსასვლელი არის. თუ გამემართლა და ჩამოირბინა, დარწმუნებული ვარ თუ დიდი ალბათობით რომ წარმატებულ გასროლას განვახორციელებ. ძალიან ახლოს არის ჩაკეტილი ჩემგან დაახლოებით აი 70 მეტრში მარლენი დგას, ქვემოთ ამოსასვლელს კეთავს. ჩემგან ზემოთ 100 მეტრში დაახლოებით კიდევ ადამიანი არის.
მოკლედ წესი და რეკით ყველაფერი კარგად იქნება. სარეკი როგორც კი დაიწყება, ნიშანს მოგცემენ. ისედაც უკვე სიჩუმის რეჟიმზე გადავალ და დავალოდოთ მოვლენების განვითარებას. აი გამარჯვებაში. აგიმო. ამიცოდი მე. ეგ არაფერი უბრალოდ ეცადე არ იყვირო და ისე ჩაიტანა. ამოს. აი. ოდეს. სანი მოდეგე. გაგიმარჯოთ. აშკარად ფინალისკენ მიიწევს, მე გიგას ველაპარაკე, სარეკი პრინციპში გავიდა, მაგრამ იქით ამ ხარეს ჩვენ არ გვესმის და ძალიან სერიოზული დევნა არისო. ამიტომ ვიდგეთ ჩვენ ცნობებში რა იცი რა ხდება არის რა. ფაქტია რომ ძალიან დიდი მორეკვა არის, ასე ვთქვათ. ჩვენ მხარეს არც ძაღლის ხმა ისმის უკვე, არც სარეკის ორი ძაღლი გამოსული არის, მაგრამ როგორც გესმოდათ სიმონიკამ ძაღლები დევნაში არიანო რა, ალბათ ჩვენგან მოშორებით, მაგრამ ჯობია რომ ჩვენც ნომრებში ვიყოთ. არაფერი ამითი არ გაფუჭდება და შეიძლება გაკეთდეს კიდეც. მე გუბარმა მოუწყარო ცოტა ქვევით ჩავიწევიო. იდეაში იმ გამოსასვლელს კი ვაკონტროლებთ. ეს ძაღლი სამწუხაროდ არ მუშაობს. შეიძლება გამოუცდელია, ან საერთოდ არ არის ჩვენი სარეკის ძაღლი. არ იმუშავებს ძაღლი. ეგრე გამოდის, მაგრამ რაღაცა დევნა არისო იქითკენო და. ხო? ნადირობა ამით დავასრულეთ. ყოველ შემთხვევაში ეს მორეკვა. დაველოდებით და მე გვეტყვიან მასპინძლები რა, სად და როგორ იქნება. გაგრძელდება თუ არა. პატივცემულო. როგორი იყო დღევანდელი დღე? არაჩვეულები. გრძელდება თუ ამით მორჩა? უნახეთ ერთმანეთს. ერთმანეთი უნახეთ, ყველაზე მეტად რა უნდა მოინადირო კაცო თუ არა ერთმანეთის გუნებია რა. დიახ. შემოგელი. გავაგრძელებ. თუ რა გამოგვივიდა ფაქტია. მეორეც არისო იძახიან. მეორეც არის და მგელი შეშინებულია. მგელიც გამოვიდა ნომერში და მოუწია სროლა. ვაუ, ეგ ცუდი არ არის. ეხლა მეორე მორეკვა იქნება კიდევ? ვაპირებთ. დაიგეგმება ყოველ შემთხვევაში. ისევე ამის გაგრძელება ქვემოთ. დიახ. ის გადაღმა. ავტობანის გადაღმა. დიახ. მაქსიმალურად ვეცავთ მივეხმაროთ სოფელს. რა თქმა უნდა. შემოგელი. მადლობა. მადლობა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. სარეკს ვიწყებთ, გადმოვინაცვლეთ ცოტა, ქვემოთ ჩამოვედით მდინარესთან. აი ამ ჭალას დავკეტავთ სავარაუდოდ.
ბიჭები შეიკრიბებიან, ეხლა ძაღლები მოსულები არიან და დაწუნებული ვარ, რომ შედეგს დავდოთ. რა სიტყვით ოკუში? ოპერატორი დაისვენა. რა დაასვენებს ჩვენ ოპერატორს? ვერაფერი. მალენ, განწყობა როგორი გაქვს? როგორც ყოველთვის ამაღლებული, იმიტომ რომ დილა პირველად რომ შემოვედით შეიძლება ითქვას რომ გამოდგა ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ერთი ტურა უკვე შედეგი არის, ხო და თან ერთი შეშინებული მგელი გვყავს კიდე. კი ბატონო. ხო, მეორე ტურაც არისო, მაგრამ რატომღაც ეს მეორე ტურა ჩვენამდე ხო ვერ მოვიდა. ფაქტი არის შემდეგ ეს შეშინებული მგელი წესით წამოვიდა აქეთ ქვემოთ. და მაგიტომ ვართ ახლა ამდენ მაგიტომაც არის, მაგრამ არ გამოურიცხავ რომ ტურებთან ერთად ეს შეშინებული მგელი ზაბნეული მოგვახდეს შენ მაგალითად. ბიჭებო, ეხლა დავლაგდებით, ჩავალთ და ყველაფერს განახეთ. დარჩით ჩვენთან, გამოვიწერეთ არხი და ვინადიროთ ერთად. ბიჭებო, ერთი კაცი იმ სასაფლაოებთანაც არ აწყენს თუ აქ რამე გამოსასვა, მედის კაცი. აი მედის გაკრას. მეორე მორეკვაზეც ძალიან შედეგიანი გამოვიდა ნადირობა და აგერ უკვე ბიჭები მომზადებულები არიან ბარით და მთელი ამბებით და მეგობრებო, ვის გაუმართლა არ ვიცით არა? ერთი მემოყალე. მართლა, სახელი, გვარი. ობახიძე. შენ გენოცვალე, გიო. მადლობა რომ გვეხმარები და ამ კარსახმეს გვიკეთებ რა. შემოგევლეთ მე თქვენ. პავლე. ოქროები ხართ, პავლე, გენოცვალეთ. მოგრეთ შედეგი გვაქვს რა, მეგობრებო. ეხლა კი იმ პროცედურებს მივმართავთ, რაც აუცილებელი არის, ხო? და ყველას მოგიწოდეთ მონადირეებო, ნუ მიატოვებთ ხოლმე რა გზაში, ასე რომ თქვათ, ნანადირებს რა, ტაცებაზეა რა თქმა უნდა საუბარი. ამას ყველაფერს ესაჭიროება დამარხვა და ასე თქვათ, მე რო არ მოხდეს გავრცელება რაღაცა დაავადებების, ასე ჯობია. თან წესია ბოლო-ბოლო. პატივცემულო, როგორი კმაყოფილი ხდება თქვენი, ასე თქვათ, ორგანიზებული ნადირობა საბოლოო ჯამში. ორგანიზებულება კაცია. როგორია ბევრი ნადირობა? ბევრი ვერ არის, ხო, მაგრამ ეგ ერთი მხრივ კარგია. ბიჭოული ვარ ჩვენ ნადირობს. დიდი მადლობა მინდა უთხრა ნადირობის ორგანიზატორებს, ბატონ სიმონიკა გუნცაძეს, ყველასათვის საყვარელ ადამიანს, გიგა ბახტაძეს და ყველა იმ ადამიანს, ყველა ბიჭებს თქვენ. გულითადი მადლობა რომ დაგხვდით, გვიმასპინძლეთ. სარეკი გააკეთეთ, ნომრებში დააყენეთ და ჩვენთან ერთად გაიზიარეთ ეს სიხარული, რასაც ნადირობა ქვია. ამ ეტაპზე გემშვიდობებით იმერეთიდან, მივემგზავრებით სამეგრელოსკენ და ხვალ ვინადირებთ ზუგდიდის მიმდებარედ ზუგდიდსა და წალენჯიხას შორის. მომავალ ჩართვამდე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.